მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელები ევროპის მოედანზე იმყოფება, სადაც დღეს 8 საათზე ბათუმის ცენტრალური ნაძვისხე უნდა აინთოს. როგორც მერიაში აცხადებენ, ნაძვისხის ანთება ზუსტად 8 საათისთვის არის დაგეგმილი. რამდენიმე წუთია დარჩენილი ამ დრომდე. იმედია ოპერატიულად აინთება ნაძვისხე და არ მოგვიწევს ლოდინი. თქვენ შეგიძლიათ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ადევნოთ ამ პროცესს თვალი. წელს ბათუმის თავარი ნაძვისხე ევროპის მოედანზე განთავსდა. გასულ წელს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში იყო განთავსებული. მცირეოდენი სიახლეებია წლევანდელ ნაძვისხეში. გასულ წელს მაგალითად ფერადი ქოლგებით იყო მორთული ნაძვისხე. წელს კი ფერადი ბურთებით არის წარმოდგენილი. ახალ დიზაინს საკმაოდ დიდი კრიტიკა მოყვა სოციალურ ქსელებში. ბევრი აკრიტიკებდა და ფიქრობდა, რომ ბათუმს გაცილებით უფრო ლამაზი ნაძვისხე შეეფერებოდა. თუმცა ეს არის წარმოდგენილი, რასაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ. საათი დგება და ნაძვისხის ასანთებად ემზადება ქალაქი. ნახოთ როგორი იქნება ეს პროცესი. პარალელურად კონცერტი მიმდინარეობს ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორიასთან. თქვენ შეგიძლიათ ლაივში ადევნოთ ამ პროცესს თვალი. საკმაოდ დიდი ხმაურია და შესაძლებელია ხმები არ შემოდიოდეს მთლად სუფთად, მაგრამ შეძლებით დაგვარად შევეცდებით, რომ ეს პროცესი საინტერესოდ გაჩვენოთ. ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 700,000 ლარზე მეტი იხარჯება სახალხო ღონისძიებებისთვის და განათლებისთვის. პრინციპში განსაკუთრებული და ახალი აქსესუარები მერიას არ შეუძენია, გარდა იმ სასცენის განათლებისა, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ ეთერში. ამ განათლებისთვის 10,000 ლარი დაიხარჯა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ხოლო კონცერტებისთვის და შემსრულებლების ჰონორარებისთვის გათვალისწინებული არის 400,000 ლარზე მეტი თვითმმართველობის ბიუჯეტი. პარალელურად თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება ევროპის მოედანზე მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ხედავთ. ჩართულია განათებები. აქვე მოპირდაპირე მხარეს საშობაო სახალხო ბაზრობა გამართული. სადაც შეგიძლიათ ასევე მიირთვათ ხელი საქმელები და ყავა. საკმაოდ ხალხმრავლობა ევროპის მოედანზე ამ წესებისთვის. COVID უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, წესით უნდა იყოს დაცული რეგულაციები, დისტანცია, პირბადეების ტარება და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს რეგულაციები მაინცსა და მაინც არ არის კარგად დაცული. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ნიღბის გარეშე გადაადგილდება ამ ხალხმრავლობაში. არც დისტანცია არ არის დაცული და არც მინიშნებები, რომელიც წესით უნდა იყოს განთავსებული ამ ტერიტორიაზე, რომელიც მოსახლეობას შეახსენებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე დაიცვან უსაფრთხოების ზომები. მოგესალმებით ყველას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურობისთვის. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი 2022. 8 საათი შესრულდა, თუმცა ჯერჯერობით ნაძვისხე არ ინთება. დაველოდებით კიდევ, ნახოთ რამდენ ხანს შეიძლება დააგვიანოს. იმედია დროულად აინთება ნაძვისხე.
ნაძვისხე და შეგეძლებათ რომ ეს პროცესი ნახოთ პირდაპირ ეთერში. არჩილ ჩიქოვა. აი აცხადებენ კიდეც რომ ეხლა სცენაზე იწვევენ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს, რომელმაც წესით უნდა ანთოს, ასე რომ ვთქვათ, საახალწლო ნაძვისხე. მოგესალმებით ყველას საღამომშვიდობის. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. ძალიან კარგია და იგრძნობა ყოველდღიურად საახალწლო განწყობა, განსაკუთრებით აქ ევროპის მოედანზე. ჩვენ შევეცადეთ რომ შეგვედგა განწყობა საზეიმო, განწყობა ზეიმის და მხიარულების. იცით რომ 20 დეკემბრიდან დაიწყო საახალწლო ღონისძიებები და გაგრძელდება 7 იანვრამდე. ჩვენი ქალაქი ტრადიციულად დღეს 25 რიცხვში ანთებს საახალწლო ნაძვისხეს, ჩვენი ქალაქის მთავარ ნაძვისხეს. რითაც ჩვენ გავაცილებ 2021 წელს და უკეთესი სურვილებით და იმედებით შევხვდებით დამდეგ 2022 წელს. მე მინდა მიულოცო ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას 2022 წლის დადგომა და მე მინდა უსურვო სიმშვიდე, სიყვარული და კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ 2022 წელი ბათუმისათვის და საქართველოსათვის იქნება წარმატებების მომტანი წელიწადი. გილოცავ კიდევ ერთხელ ყველა თქვენთაგანს და ეხლა კი ტრადიციულად 10-დან 1-მდე უკუთვით დავითვალოთ და ავարտოთ ჩვენი აი რამდენიმე წუთში აინთება ცენტრალური ნაძვისხე და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიადევნოთ ამ პროცესს თვალი. 7 6 ახსანიშნავად შეგიძლიათ აქ მიადევნოთ თვალი. როგორც ხედავთ, ბათუმის მთავარი ცენტრალური ნაძვისხე უკვე აინთო 25 დეკემბერს ტრადიციულად. ფეირვერკები დასრულდა და ასე გამოიყურება ბათუმის ცენტრალური ნაძვისხე ევროპის მოედანზე. პარალელურად მიმდინარეობს კონცერტი. როგორც კადრში ხედავ, საკმაოდ დიდი ხალხმრავლობა.
αφიშის მიხედვით დღეს ძირითადად ბათუმელი შემსრულებლები იმღერებენ 25 დეკემბერს. დაანონსებულია ხვიჩა მაღლაკელიძის, ლაშა ვლონტის, ლუკა ზაქარიაძის და დათო ევგენიძის კონცერტები. ვინც ახლა შემოუერთა ბათუმელების ლაივს, შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს დღეს 8 საათზე ბათუმის მთავარი ცენტრალური ნაძვისხე აინთო ევროპის მოედანზე. ნაძვისხესთან დაკავშირებით საკმაოდ ასეთი კრიტიკული შეხედულებები ჰქონდათ ბათუმელმა მცხოვრებლებს, ძირითადად სოციალისტები გამოხატავდნენ ამ მოსაზრებებს. ჩვენ შევეცდებით, რომ აქაც გავესაუბროთ ადამიანებს, გვექნებათ სურვილი, რომ გაგვიზიარონ რომ თავიანთი აზრი, როგორც ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე ნაძვისხესთან დაკავშირებით. და აი თუნდაც იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლის დაცვის გარეშეც ფაქტობრივად მიმდინარეობს ეს ღონისძიება. ბათუმელების ლაივში ხარ. შეგიძლიათ გითხრათ, როგორ მოგწონთ ნაძვისხეს? საკმაოდ ბევრი კრიტიკული აზრი გამოითქვა. თქვენ თუ მოგწონთ და როგორ ერთობით? ნაძვისხე ნამდვილად მომწონს. ღონისძიებებზე რას ფიქრობთ? კონცერტები თუ მოგწონთ, შემსრულებლები, თუ ისურვებთ განსხვავებებს თქვათ? ეხლა რაც ვნახე ძალიან მომეწონა გოგონების ანსამბლი, არაჩვეულებრივი იყო და დანარჩენ საკონცერტება ლაივ კონცერტები და გაკეთებული იქნება. როგორ ფიქრობთ, COVID რეგულაციები თუ არის დაცული თქვენი აზრით? რეგულაციები უნდა იყოს დაცული, ნაწილობრივ დაცულია, ნაწილობრივ ჩვენ უნდა დავიცვათ თორემ ვინ გააკონტროლებს. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ისევ ჩვენი თავი. თქვენი სახელი? ნანა თედორაძე. დიდი მადლობა დროებით. გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხარ, ნაძვისხე მოგწონს? ძალიან ლამაზი ნაძვისხეა. ლამაზია? შარშანდელი უფრო ლამაზი იყო თუ წლევანდელი? რატო? კონცერტები თუ მოგწონს? რომელი შემსრულებელი მოგწონს? გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხარ. ნაძვისხე მოგწონთ? ბევრი კრიტიკული აზრი დაიწერა ნაძვისხეზე. თქვენ თუ მოგწონთ? ვინც აკრიტიკებდა იმას აზრს ვიცი არის? ღონისძიებებზე რას იტყვით და? არ მოგწონთ? მეგობრებო, შემდეგი მონაწილე რომელ შემსრულებლებს მოусმინეთ მაგალითად? სალომე ალანდაძე. როგორ ფიქრობთ, COVID უსაფრთხოების წესები თუ არის დაცული? თქვენ როგორ გრძნობთ თავს? არ არის დაცული? ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთია ბათუმის ცენტრალური ნაძვისხე ეთერში. ესქრისა ჩვენგანი სიმღერა, ეს სიმღერა საქართველოსი. კონცერტის პარალელურად
განვალიერებინოთ ათაურობა რა ხდება. სიცივის მიუხედავად ადამიანები მაინც გამოვიდნენ კონცერტზე, ხაჭურის პატარა ბავშვებიც არიან. მათუმელების ლაივში ხარ, მოგწონთ ღონისძიებები? არ მოგწონთ კონცერტი? სახალხო ბაზრობა. სადაც ადამიანები მიირთმევენ ცელსასმელს, ყავას, გაცბობაც არის. გამარჯობა, ბათუმელების ლაივში ხართ. მოგეწონათ ნაძვის ხის ანთება? ღონისძიებები თუ მოგწონთ? ჯერჯერობით მომავალში ვნახავთ წინასწარ. ნაძვის ხე მოგწონთ? სიტუაცია როგორია? თქვენი აზრით თუ არის უსაფრთხოება? თორე, ან უსაფრთხოების დონე რა თქმა უნდა არ არის და ჩვენ ხა უნდა ვიცოდეთ ჩვენ უსაფრთხოებაზე და ერთად. სხვა მხრივ ნორმალურია. სახალხო განწყობას მაინც. იქ სახალხო განწყობას არა? კარგი. მადლობა. ეს გამოიყურება ევროპის მოედანი ამ საღამოს. She
მოგისმენდები, დიდი მადლობა, სალომე. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა კი მეგობრებო, შემდეგი მონაწილე ძალიან დიდი სიხარულით და სიამაყით და სიყვარულით მინდა სცენაზე მოვიხმოთ მაგდა ვასაძე. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. თქვენი ხმა არ მესმის და წაში რა თქმა აბარა. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, მინდა ვისურვოთ ძალიან გაგახსენებთ, რომ ვინც ახლა შემოუერთა ბათუმელების ლაივ შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბათუმში ევროპის მოედანზე ცენტრალური ნაძვის ხე აინთო და პარალელურად მიმდინარეობს კონცერტი. ძირითადად ადგილობრივი შემსრულებლები არიან წარმოდგენილი. თქვენ შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ამ პროცესს. წელს ბათუმის მერიამ თბილისის შემდეგ ყველაზე დიდი თანხა დახარჯა მმართველობის ბიუჯეტიდან სახალხო ღონისძიებებისთვის. მთლიანობაში 1000 ლარზე მეტი იხარჯება, ხოლო კონკრეტულად კონცერტებისთვის, ან გასართობი ღონისძიებებისთვის 439,000 ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან. რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, 150,000 ლარაზე დაიხარჯება სახალხო ღონისძიებებზე. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, ეს უნდა ახსოვოთ ყველა. და აუცილებლად უნდა იმღეროთ ჩემთან ერთად. მე მგონი მივხვდით, ხო რა სიმღერაც არის. თქვენი უსაყვარლესი გია ყანჩელი. ძალიან დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის მას. Sa
მადლობა მაგდა, შემდეგი მონაწილე ხალხურესამოთ ლუკა ზაქარიაძე. შეგახსენებთ, რომ ევროპის მოედანზე კონცერტი გრძელდება ნაცვისის ანთების პარალელურად. ეხლა სცენაზე ბათუმელი შემსრულებელი ლუკა ზაქარიაძე იმღერებს და შეგიძლიათ მოუსმინოს ბათუმელების ლაივში. media singer sanwa jabe ta jabe ele ta ko bahar chhod inta price to selling saparagi मतलब इसमें काफी का media subscriber है Da 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 da.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელი ევროპის მოედანზე იმყოფება, სადაც ბათუმის ცენტრალური მთავარი ნაწილია აიო, აი ეს ნაწილი, რომელსაც ერთმანეთს ხედავთ, პარალელურად კონცერტი მიმდინარეობს